რუსეთის ავადმყოფი ლიდერი, პირდაპირ მნიშვნელობით შეშლილი ლიდერი, შიზოიდი ლიდერი პრეზიდენტი პუტინი, რომ მიდის ნაბიჯ-ნაბიჯ მეთოდურად რომ მიდის საბჭოთა კავშირის ერთგვარი ფორმის, სხვა სახელწოდების, სხვა სახელდების საბჭოთა კავშირის აღდგენამდე ეს არ ახალი ამბავია. ამ თავითვე გეტყვით რომ არ გამოუვა, რას საკვირველია. არ გამოუვა მეთქი ამას გავიმეორებ 7-ჯერ ან 10-ჯერ. იმიტომ რომ წინააღმდეგობა ხალხისა, სხვადასხვა დამოუკიდებელ სახელმწიფოში ხალხებისა, საზოგადოებებისა დახვდება რა საკვირველია. იმიტომ რომ თავადაც არ ეყოფა რესურსი რომ გააკონტროლოს ყველაფერი. იმიტომ რომ დასავლეთიც დემოკრატიული ხშირად საკრიტიკო, ხშირად ნელი ზანტი, ხშირად გადაწყვეტილებს რომ ვერ იღებს ისეთი როგორიც არ მოგწონს ხანდახანზე ხშირად ეს დასავლეთიც ვერ დაუშვებს ამ ყველაფერს შეეწინააღმდეგება და არ აღადგენინებს მას ერთგვარი ფორმის საბჭოთა კავშირს. 2007 წელს მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე პრეზიდენტმა პუტინმა თქვა ჩემი მოსაზრებით ერთი დოქტრინალური და უმნიშვნელოვანესი სიტყვა. მან თქვა რომ მე-20 საუკუნის უდიდესი გეოპოლიტიკური კატასტროფა იყო საბჭოთა კავშირის დანგრევაო, ეს არ არის მხოლოდ ოდენ შეფასება ან გამოტირება საბჭოთა კავშირის ან წუხილი, ტირილი, ვაება და მოთქმა 90-იანი წლების დასაწყისში მომხდარ ამბავზე და მაშინდელ, მანამდელ უფრო ზუსტი რომ იყო იმპერიაზე ნოსტალგია. ეს არის განაცხადი, ეს იყო განაცხადი, რომ მე იმ გეოპოლიტიკურ კატასტროფას, რომელიც მოხდა საბჭოთა კავშირის დაშლის სახით, მე ამას გამოვასწორებოდა აკი ამიტომაც მან დაიწყო გამოსწორება, მისეული გაგებით გამოსწორება, საბჭოთა კავშირის აღდგენა სწორედ 2007-2008 წლიდან თუმცა მანამდე თუ მის წინამორბედს ელცინს და თუ მასაც უკვე პრეზიდენტ პრემიერ-მინისტრის და პრეზიდენტის რანგში საშინელებები უკვე ჰქონდა დატრიალებული უშუალოდ საკუთრივ რუსეთის ტერიტორიაზე პირველ ყოვლისა გულისხმობ რა საკვირველია იჩქერიაში, ჩეჩნეთში კი არა, იჩქერიაში მომხდარ ამბებს. ჩეჩნეთის პირველ და მეორე ომებს, როდესაც მიწასთან გაასწორეს ეს რესპუბლიკა, ასე უნდა ვთქვა, ეს ქვეყანა მეთქი ასე გავბედავდა ვიტყვი, მოკლედ ის რაც შექმნა მანამდე ჯოხარ დუდაევმა ამ უზარმაზარი მასშტაბის კაცმა და უკვე შემდგომ შექმნა მასხადოობა განაგრძო უფრო ზუსტი რომ ვიყო. მიწასთან გაასწორეს ტერიტორია ერთი ამბავია, მაგრამ ამოხოცეს მე-20 და 21 საუკუნეებში ეს იყო ალბათ პირველი გენოციდი. ამოხოცეს ჩეჩნები, იჩქერიის მოქალაქეები, თავისუფალი იჩქერიის მოქალაქეები, სვერპლის ოდენობა ზუსტად არავინ არ იცის დღესაც, მაგრამ ყველაზე უფრო ისეთი მოკრძალებული დათვლებით 450,000 კაცია განადგურებული ჩვენგან რამდენიმე ასეულ კილომეტრში. მსოფლიო თვალი დახუჭა პირდაპირ მნიშვნელობით, არა თუ თვალი დახუჭა, არამედ რა შეღავათზე არ წავიდა, რა თანამშრომლობაზე არ წავიდა ჯერ ელცინის და უკვე შემდგომ პუტინის რუსეთთანაც კი მიუხედავად იმისა, რომ მერე ამ პუტინმა ჩაიდინა საშინელი დანაშაულები უშუალოდ რუსეთშიც. ბესლანის ტრაგედია, ნორდოსტის ამბავი, ეს ყველაფერი მისი ჩადენილია. კურსკი რომ იყო წყალქვეშა ნავი, გემი, ის რომ ჩაიძირა და დღემდე ჩაზირულია, ამდენაც ვიცი, არც ამოუყვანიათ და იქ ჩაიხოცდნენ ამ კურსკის ეკიპაჟის წევრები, ესეც პუტინის ბინძურგის ერზე. 2007 წელს ეს თქვა, 2008 წელს აგვისტოში დაიწყო ომი ჩვენთან, იქ გააჩერეს პირველ ყოვლისა ამერიკელებმა, რა საკვირველია. თორე პუტინს მაშინაც უნდოდა, ბევრჯერ გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ პუტინს უნდოდა თბილისის აღება. პუტინს უნდოდა თბილისის აღებით, საქართველოს და მონებით, საქართველოს დაპყრობით საბჭოთა კავშირის აღდგენა უკვე იმხანად. თბილისის თავზე მართლა დაფრინავდნენ მისი მოიერიშეები. მართლა მიზანში ჰქონდათ ამოღებული ცალკეული მნიშვნელოვანი ობიექტები.
2008 წლის შემდეგ ჩვენ გამწყვიტეთ ურთიერთობა, ყოველგვარი პრაქტიკულად ყოველგვარი ურთიერთობა რუსეთთან. იმიტომ რომ ის არის ოკუპანტი, იმიტომ რომ ის არის ჩვენი ტერიტორიების შემლახავი, სახელმწიფო პუტინთან გამწყვიტეთ, პუტინის ჯგუფების წარმომადგენლებთან, ხელისუფლების წარმომადგენლებთან გამწყვიტეთ. ერთადერთი ეს ირაკლიევიჩ აბაშიძე, სურა აბაშიძე, რომ ჩავიდოდა ხოლმე თუ ჟენევაში და თუ პრაღაში და ჩამოართმევდა ხოლმე კარასინს ხელს და საუბრობდნენ ვითომ არა პოლიტიკურ საკითხებზე, ვითომ ჰუმანიტარულ საკითხებზე, თორე ყველამ კარგად ვიცით, რომ სწორედ ზურაბ აბაშიძე წყვეტდა იმჟამინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს, ვინც იყო მინისტრი, რა მნიშვნელობა აქვს, იმჟამინდელი საგარეო საქმეთა სამინისტროს უწყების პოლიტიკას სულს და სულისკვეთებას. გამოხდა ხანი და ჩვენი დე-ფაქტო ხელისუფლება, რომელიც დე-ფაქტოა გაასული წლის 26 ოქტომბრიდან ღიად გადაბარგდა რუსულ ჩასაძირად განწირულ გემსა თუ ნავში. ჩასაძირად განწირულია მეთქი, ამას ჯიუტად კი ვიმეორებ, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რა მოხდება ჩვენს გარშემო და კონკრეტულად რა მოხდება უკრაინაში. უკრაინას კი ძალიან უჭირს ეს ვიდეობლოგი, კი არ ეხება უკრაინას, მაგრამ ეს პასაჟი შემოსაზრებით აუცილებელი იყო, დიახ, რუსული გემი ჩაიძირება, მაგრამ მიზეზთა და ხტომილებათა გამო, გარკვეული პროცესების გამო ჩაიძირება, როგორც ჩანს, უფრო გვიან, ვიდრე ეს სასურველი, ან ვიდრე ეს მოსალოდნელი იყო. მოკლედ, უკრაინას გადარჩება, საქართველოს გადარჩება, ამ პროცესში ვართ ახლა გადარჩენის, ბრძოლის პროცესში, თუ გნებავთ ასე ვიტყვი. 2008 წლის შემდეგ მეთქი აკი გითხარით, არ ქონია ჩვენ არანაირი ურთიერთობა, კარასინს თუ შეხვდებოდა აბაშიძე, რომელიც საგარეო უწყებას მართავდა და მე ვიცი, კი არ მსმენია, არამედ ვიცი პირველი პირებიდან როგორ უკრძალავდა ზურაბ აბაშიძე და იმჟამინდელი პრემიერი და ამჟამინდელიც ასე იქნება, ამით იქნება დაკავებული, რუსეთის უარყოფითად ხსენებას პრაქტიკულად ყველას, ვინც საჯარო სივრცეში იყო ხელისუფლებიდან, ან ვინც ხელისუფლებასთან იყო ან არის. ექსპერტებად წოდებულები, ჟურნალისტებიც კი, ჟურნალისტებად წოდებული ვერ ბედავდნენ, რომ ეთქვათ მარტივი წინააღმდება, რუსეთი ოკუპანტია. ბოლო დრომდე ასე ხდებოდა და ახლაც ხდება ასე. ეს არის ინსტრუქცია მოსკოვისა და ეს არის ყურში ნაჩურჩულევი და ფიქრალი კარასინისა და რეალურად კი FSB-ში, ლავროვისა, FSB-ში, პუტინისა, რომლებიც ამბობენ და ახლებს გვეუბნებიან შემდეგს, რაც უფრო მეტად გვაგინებთ რიტორიკის დონეზე, გაგვაკრიტიკებთ, ოკუპანტად მოიხსენიებთ, თუნდაც გვახსენებთ, მით უფრო გადაიდება ჩვენი ურთიერთობების დალაგება. ოღონდ რუსეთი რომ არ აგინო, არამედ რომ აქო და ადიდო, შენთან ურთიერთობას მაინც არ დაალაგებს, ის ოკუპანტად დარჩება, რატომ დაგითმობს იმასაც წაგღლიტა. ეს სულ მინიმუმ ხო იმისთვის სჭირდება, რომ სავაჭრო იყოს შენთან. გამოივაჭროს შენგან ესა თუ ის ამბავი, ესა თუ ის შედეგ, ამა თუ იმ შედეგს მიაღწიოს. 2008 წლის შემდეგ გარდა კარასინი აბაშიძისა, ასე გეტყვით, ქართველი არ შეხვედრია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენელს რამდენადაც მახსოვს. ერთი ორგანო შეიძლება ვცდები ეხლა და ვახურებ, შეიძლება სადმე გადაიკვეთდნენ, მაგრამ ესეთი მეხუთე ხარისხოვანი იქაური დუმის დეპუტატი და მერვე ხარისხოვანი აქაური პარლამენტის დეპუტატი შორიდან დაინახეს ერთმანეთი, თვალი თვალში არც გაუყრიათ მაღალი ალბათობით, აარიდეს ერთმანეთს თვალი. მაგრამ დრო გადის და ბიზიდა ივანიშვილი აგრძელებს საქართველოს ღალატს. დრო გადის და ჩვენ კიდევ უფრო უარეს მდგომარეობაში ვართ, აღმოჩნდით იმის გამო, რომ ბიზიდა ივანიშვილმა რასაკვირველია მოსკოვის გარდახით ღია ღალატი გადაწყვიტა. ამ ღია ღალატის ერთ-ერთი კომპონენტი არის დღეს, ერთ-ერთი ამბავი არის დღეს, რომელზეც გეტყვით ორ სიტყვას, მაგრამ ვიდრე ამას ვიტყოდე, უნდა ავხსნა, როგორ ხდება ხოლმე, როგორ ხდება როგორც წესი. ჯერ მხარეები ერთმანეთს ვითომ შემთხვევით შეხვდებიან, მერე მხარეები ერთმანეთს ვითომ შემთხვევით გადაეკვეთებიან, მერე მხარეები ერთმანეთს ვითომ
ერთმანეთთან ვითომ შემთხვევით გაცვლიან რეპლიკებს, მერე თითო წინადადებას, მერე თითო აბზაცს, მერე მსუყე აბზაცს, მერე მთელ ერთ გვერდს, მერე 20 გვერდს და მერე მიდიან სახელმწიფოთა შორის შეთანხმებად წოდებულამდე მაინც ასე ვიტყვი, რომელიც ჩვენ შემთხვევაში ჩვენს ქვეყანას მთლიანად, დამატებით და მთლიანად გადაანადგურებს და ჩვენს ისედაც მორღვეულ სუვერენიტეტს კიდევ უფრო შეასუსტებს, მოარღვევს და სახელმწიფო თუ დავრჩებით ამ პროცესის ბოლოს ღმერთმა უწყის. აი ასე, ცოტა ხნის წინ და ეხლა 22 გვარს ვახსენებ, ანუ არა კობახიძეს ვახსენებ, რომელიც თურქმენეთში გადაეკვეთა პუტინს და ვინიცის და მაღალი ალბათობით იქნება ესაუბრა ხელით ჩამოვართვა და ესაუბრა კიდეც. არამედ მე ვახსენებ პაპუაშვილს. იცით თქვენ, რომ დეკემბრის დასაწყისში პარლამენტის თავმჯდომარედ წოდებული იმყოფებოდა ნიუ-დელიში, ანუ ინდოეთში. იქ შეხვდა უცნაური შეხვედრა იყო, ბევრი ვიცინეთ იმ შეხვედრის თაობაზე, შარფ მოხვეული რომ ადგა, მერე რო უთხრეს დაჯექი შეუბედურო, მერე რო ისევ ადგა და ტაში რო დაუკრეს და მიესალმნენ და რაღაცა ინდურ ენაზე შესაბამისად მისალმების სიტყვები წარმოთქვეს და თითოეულს დაბნეული იყო და მის გვერდით ცხდომნიც გრეტა წიწავას თავკაცობით თუ თავქალობით და კიდევ სხვები და სხვები ეს ვასილ ჩიგოგიძეა მისი ბანდიტი დეპუტატი ისიც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველანი დაბნეულები იყვნენ, მაგრამ შეხვდნენ და აი იმ დღიდან მეორე დღეს ნიუ-დელიში გამოჩნდა გაგიკვირდებათ და რუსეთის დელეგაცია. რატო გამოჩნდა ნიუ-დელიში რუსეთის დელეგაცია? იმიტომ რომ პაპუაშვილი რას მიქვია და მისი მის მასშტაბში არსებული შეხვედრი, გასამართი შეხვედრები, არამედ საერთოდაც თვით პუტინი უნდა ჩასულიყო ინდოეთის დედაქალაქში და უნდა შეხვედროდა ინდოეთის ლიდერ მოდის. აქედან გამომდინარე წინასწარი ჯგუფები, FSB, KGB-ს დაკომპლექტებულები, საგარეო საქმეთა უწყების წარმომადგენლები, უშუალოდ პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები და სხვები და ამ დელეგაციებში იყო წინასწარ ჯგუფებში იყო ათობით და ვინც ის იქნება ასობით რუსი დიპლომატი, FSB-შნიკი, KGB-შნიკი, სამხედრო პირი, ვითომ ჟურნალისტი, ექსპერტი, ადმინისტრაციის წარმომადგენელი და ასე შემდეგ, ისინი შეესიენ ნიუ-დელის, მეთქი ასე ვიტყვი, 1-80-100 კაცი მაინც. და მარტო იყო აბასობაში შალვა პაპუაშვილი, მარტო რა ამ ჩიგოგიძესთან, კიდევ ვიღაცასთან გვარს არა აქვს მნიშვნელობა, ელჩთან ინდოეთში, გვარი არ ვიცი, გრეტა წიწავასთან და სხვებთან ერთად. და მე მაშინვე ვივარაუდე, რომ პაპუაშვილს ისევ და ისევ შემთხვევით, ან ვითომ შემთხვევით, კითხვით ასე, გადაეკეთებოდა რუსეთის FSB-ს თუ KGB-ს რომელიმე რიგითი წარმომადგენელი პირობითი გვარით ივანოვი და ეტყოდა ორ ტკბილ რუსულად ეტყოდა ორ ტკბილ სიტყვას მე არ ვიცი რამდენად კარგად ფლობს რუსულს უშუალოდ შალვაია ბანდიტი მაგრამ ისიც ეს უკანასკნელიც რამ ორ სიტყვას პასუხად ეტყოდა იმ რუს ივანოვსა თუ პეტროვს და მე გეტყვით რასთან ჩემს ხელთარსებული ინფორმაციით არასწორია მაინც იმიტომ რომ მე არ ამყავს ესეთი ბევრი წყარო რომელიც ამას დამიდასტურებდა ერთი კი მყავს გულახდილად გეტყვით ისიც ცალყბად მიდასტურებს ამას ბევრს არც ლაპარაკობს მოკლედ ჩემი ვერსიით არის ამგვარი რამე იმ შეხვედრაზე ნიუ-დელიში რუსეთის FSB-ს და ზოგადად ხელისუფლების წარმომადგენლებსა და შალვა პაპუაშვილს შორის გამართულ სახელდახელო შეხვედრაზე გადაკვეთაზე ყავა დავლიოთ მოდი პაპიომ ჩაი ილი კოფე აი ამ დროს გადაწყდა ერთი რამ რომ პრეზიდენტი პუტინი რომელიც იმ დღეებში ნიუ-დელიში უნდა ჩასულიყო ხოლო დღეს კი აი დღეს რიცხვიც არის 12 დეკემბერს იმყოფება თურქმენეთში შეხვდებოდა ჯანდაბას მისი თავი გაიღებდა წყალობას იქნებოდა სულ ხელ და თვალ და ხელებ გაშლილი და შეხვდებოდა რამდენიმე წუთით რასაკვირველია არა დიდი ხნით შემთხვევით მედიისთან დასწრების გარეშე თურქმენეთში რომ უნდა ყოფილიყო და რომ ჩავიდოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს მარტივად რომ ვილაპარაკოთ ნიუ-დელიში გაიჩარხა თურქმენეთში
პრეზიდენტ პუტინისა და პრემიერ კობახიძის, პრემიერად წოდებული კობახიძის შეხვედრა. და ამბავის ეს არის, რაც მოხდა დღეს და მე გაჩვენებ ფოტოებს. პირველად 2008 წლის შემდეგ არ გულისხმობ ზურა აბაშიძეს, ირაკლი ძეს, პოეტი აკადემიკოსი ირაკლი აბაშიძეს, შვილს ძმას ვატო აბაშიძის და ასე შემდეგ. 2008 წლის შემდეგ საქართველოს ფორმალური ლიდერი, მე კი არ ვცნობ, მაგრამ მაინც ირაკლი კობახიძე შემთხვევით შეხვდა რუსეთის ლიდერს ვლადიმირ პუტინს. აი აქ ვინც არის ამ ფოტოზე? უკლებრივ ყველა რეჯეპ ტაი ერდოღანიდან დაწყებული. აქ ვედა ფოტო უკვე ერთსად აჩვენებს. მაგალითად, ტოყაევი, უზბეკეთის ლიდერი, სხვები და სხვები, თუ უშუალოდ თურქმენეთის ლიდერიც, სხვები და სხვები ერდოღანი, ხო? ისინი მანამდე ყველა შენახვედრი იყო პუტინთან ამ 17 თუ 18 წლის განმავლობაში, სხვადასხვა პერიოდში, სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ფორმატში. კობახიძისთვის ეს არის პირველი გამოცდილება. არასთან ამ ქვეყნებს მე ხაზგასმით მინდა ვთქვა, ამ ქვეყნების ტერიტორია თურქეთთან არის ერდოღანი. ერდოღანის თურქეთის ტერიტორია ერდოღანი. ტოყაევის ყაზახეთი და სხვების სახელმწიფოები არ აქვს ოკუპირებული აი ამ ცენტრში მოქცეულ დაბალ კაცს და დაბალი კაცის ქვეყანას. კობახიძე გამოჩნდა ეს ზოგად ერდოღანისა, ხო? კობახიძის ქვეყანა ოკუპირებული აქვს. სხვათა შორის სიმბოლურია, რომ ოცნების პრემიერი და პუტინი ერთმანეთს მაღალი ალბათობით, დერეფანში შემთხვევით შეხვდნენ იმ ღონისძიების ფარგლებში, რომელსაც ქვია, ამ ღონისძიებას ქვია თურქმენეთში რომ იმართება იმ ღონისძიებას ქვია ნეიტრალიტეტის დღე. ახლა გავსვათ კითხვა, რასთან დაკავშირებით შეიძლებოდა ესაუბრათ თუ ისინი ერთმანეთს მართლაც შეხვდნენ, რასთან დაკავშირებით გადაჰკრავდა პუტინი სიტყვას ირაკლი კობახიძესთან, თუ ვინმეს გონია რომ ახლა მე ვიტყვი რომ ისინი დასხდნენ და 48 წუთის განმავლობაში ან საათნახევრის განმავლობაში დეტალურად განიხილეს საკითხები საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული საკითხები, პრობლემების აღმოფხვრაზე ისაუბრეს, მერე პუტინმა დაუზახა რომელიმე თავის შნირს და დაავალა რომ მოდი ეხლა პირობითად ლარსზე არსებული პრობლემები მომიგვარე ან მოაგვარე ან გაამარტივე სხვა რომელიმე 1 თუ 5 საკითხიო ცდება ეს ვინმე მათი შეხვედრის ქრონომეტრაჟი, მათი შეხვედრის ხანგრძლივობა შეიძლებოდა ყოფილიყო რამდენი ვთქვა, სულ მაქსიმუმ. სულ მაქსიმუმ ვამბობ, დაახლოებით 2 ან 3 წუთი. პუტინი ხელს ჩუმად მედიისაგან უჩუმრად ჩამოართმევდა ირაკლი კობახიძეს და მას ეტყოდა შემდეგ რაღაცას очень приятно, დიპლომატიური ეტიკეტია, რომელსაც პუტინიც იცავს. და ეტყოდა მაქსიმუმ შემდეგ რაღაცას так продолжайте. ასე გააგრძელეთ, შეაქებდა, სტიმულს მისცემდა, აჩვენებდა რომ რუსეთს მოსწონს ის, რასაც ეს კობახიძე ფორმალურად, რეალურად კი ბიზინა ივანიშვილი აკეთებს. ვინიც ის იქნება პუტინს ისიც კი ეთქვა. Передайте привет, я-то его не знаю, но передайте привет ბიზინა ივანიშვილი. გადაეცით მოკითხვა, ჩემი მოკითხვა გადაეცით ბიზინა ივანიშვილსო ჰენდრიქს ასახსენებელია, მაგრამ ჯიმი ჰენდრიქს რაც ემართებოდა, როცა ჩამოჰკრავდა ხოლმე გიტარაზე, აი ის დაემართებოდა ამ დროს და ამ შემთხვევაში ირაკლი კობახიძეს. აღარ გავაგრძელებ, შეგიძლიათ დაგუგლოთ, რას გულისხმობ, ახლა ნუ გავახსნევინებთ ფრჩხილს. დიახ, ბატონებო, ეს შემთხვევითი ფორუმი, ვითომ შემთხვევითი კი არა, თუნდაც სხვაგვარად თქვა, დაგეგმილ ფორუმზე ირაკლი კობახიძის მისვლა და შემთხვევით მაღალი ალბათობით გადაკვეთა ირაკლი კობახიძისა ვლადიმირ პუტინთან არის იმ პოლიტიკის თანანაწილი, რასაც ჩვენი ქვეყნის დაჩმორება, დამონება, გაუბედურება, დესუვერენიზაცია, დესაქართლოიზაცია ჰქვია.
და ირაკლი კობახიძე როგორც აღმასრულებელი ამ ყველაფრისა და თანამედროვე ორჯონიკიძე კი არა, ორჯონიკიძეს უარესი რამდენადაც. მანაც ის როლა კიბიური არ არის საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ირაკლი კობახიძე აქ ამ მავრის როლს, ამ შემსრულებლის როლს, მოდი ასე ვიტყვი, თამაშობს. ასე იწყება, არა, სწორი არ არის, ასე გრძელდება საქართველოს ოკუპაციის მცდელობა, მაგრამ წინა ორი ბლოგი მე მივუძღვენი თემას, როგორ აპირებენ ისინი გიშთა რეესტრის გაკეთებას და ორივე ბლოგში მე ვახსენე ელდარ შენგელაიას გენიალური ფილმი ეზო გაბრიაძის სცენარია შერეკილები და იქ სათმფრენით გმირები, პერსონაჟები გაფრინდებიან. საქართველოს შერეკილების ქვეყანა გაფრინდება და ამასაც კი აი ესე სახელდახელოდ შეხვედრას ალბათ მაინც პუტინთან ირაკლი კობახიძეს არაპატიებს. საქართველოს როცა იქნება, ოღონდაც კი გადავრჩეთ ახლა და გადავრჩებით. ოღონდაც კი გამოვძვრეთ ახლა ამ ვითარებიდან, ოღონდაც კი იოტისოდენად მაინც, მჟუტავად მაინც შევინარჩუნოთ ჩვენი სახელმწიფო, ჩვენი დემოკრატია არა მჟუტავებზე მეტად, ჩვენი საზოგადოება, ჩვენი ინდივიდი, ჩვენი მოქალაქე, ჩვენი სულისკვეთება, ჩვენი თავისუფლების წყურვილი და ასე შემდეგ, თუ ეს ყველაფერი მოვახერხეთ, გამიჭირდება, მაგრამ მაინც, თუ ეს ყველაფერი მოვახერხეთ, ამათ დავამხობთ თავზე ყველა ვიზიტს თურქმენეთში, თუ ყველა განცხადებას საქართველოს წინააღმდეგ. ეს არის ესე. ნახვამდის.